თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია. ხაზზე ხომ ყარაძი ხარ, სკამძი ალექსი. თქვენი ბოლო დღეების კურიოზი გახდა ჰიტი ნამდვილი ინტერნეტ სივრცეში. მე მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი პირველ რიგში იმ შედეგით, რა შედეგიც მივიღეთ 9 ხმით, როცა საქართველოს პარლამენტის წევრს ეთქვა უარი გამხდარიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. შემიფასეთ, რა პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებთ? მოგესალმებით ინგა. ყველა ტიპის ექსტრემალური ვიდარებისთვის მზად ვარ. ჩვენ ამას თავისუფალი დემოკრატები პირდაპირ ეთერშიც ვამტკიცებთ, მაგალითად დროშის ფრიალისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ის რაც მოხდა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებზე და ამ დღეების განმავლობაში რაც ხდებოდა, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მომაგონა წამ ცოტა ხნის წინანდელი კორცხელის ინციდენტი. გავდენ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ადგილი არ ქონია მუშტების ქნევას, ძალიან გავდენ ეს პოლიტიკური ძალები ურთიერთ დამოკიდებულებით, ამ ურთიერთ სიტყვიერი ზიზღის გამოხატვით, ეპითეტების შემკობით ძალიან გავდენ იმ კუნთმაგარ ბიჭებს, რომლებიც არც ეპითეტებს იშურებდნენ და არც ძალღონეს იმისათვის, რომ დაეჯაბნათ თავისი ოპონენტები. ჩვენ ამით შორს ვერ წავალთ ამ პოლიტიკური ძალების შემხედვარე, მათი კინკლაობის, მათი ურთიერთ, ესე ვთქვათ, ბრძოლის და ზიზღის გამოხატულებით შორს ვერ წავალთ, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს უკეთეს ცხოვრებას, ვთავაზობთ უკეთეს არჩევანს, ვთავაზობთ უკეთეს ეკონომიკას და ეს არის თავისუფალი დემოკრატების კომპეტენცია, გამოცდილება, პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ასე რომ მოკლედ რეზუმე რო გავაკეთო, აირჩიეს ავსტრიის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მუტონენი, ულოცავ მას, უსურვებ წარმატებებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან კარგად, ეფექტურად და წარმატებით შეასრულებს თავის ფუნქციას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოდის ძალიან მალე საპარლამენტო არჩევნები. ბატონო ალექსი, მე არ მინდა ბევრი ვისაუბროთ ჩვენ ეუთოს ასამბლეის თაობაზე, თუმცა მაინტერესებს თქვენი პასუხი ჩვენი ქვეყნისთვის თუ იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პარლამენტის წევრი და როცა ოცნების არგუმენტებს ეხლა მე ვიხსენებდი, ანუ მათ დაუკავშირეს მაგალითად გარდა იმისა, რომ ლავრენტი ბერია გაახსენა მანანა კობახიძეს გიგი წერეთელმა, მათ დაუკავშირეს წერეთლის პოტენციურად არჩევა იმ საფრთხეს, რომ ეუთო არის მომავალ არჩევნებშიო ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი და როცა რევოლუციურ სცენარზე ხშირად საუბრობს ნაციონალური მოძრაობა, ამ ხრივ იქნებოდა სახიფათო მისი პრეზიდენტობა. ეს თქვენი აზრით არის მისაღები არგუმენტი თუ არა? მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად რაც რეალობასთან ახლობელია, რომ თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური ძალის გარკვეული დოზით სასარგებლოდ რაღაცა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღებაში იქნება ეს პროცედურული საკითხები თუ იქნება ეს განცხადების ტიპის ქმედებები, ამ მიმართულებით შესაძლოა მათ მართლაც წაეშველებინათ ხელი გარკვეულწილად თავის პარტიისთვის თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის, მაგრამ პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ არამც და არამც არც ერთ შემთხვევაში არ გავს არც გონებით გამჭრიახობით და არც სისასტიკით გიგი წერეთელი ლავრენტი ბერიას. მეორე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ეუთოს როლი მართლა ძალიან დიდია და ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ეხლა ეუთოს ირიბად ჩართვა ნაციონალური მოძრაობის რაღაცა რევოლუციურ განცხადებებში თუ სცენარებში და იქიდან დაიწყებდა ამის აღსრულებას ნაციონალური მოძრაობა, ეს ცოტა მართლაც ერთ-ერთი მინისტრის თქმის არ იყოს, მაღალი ტემპერატურის ბრალი უნდა იყოს. ეს თალსახად მათ
გადაწყვეტილებებზე და განცხადებებზე ზემოქმედება თინა ხიდაშელზე გააკეთეთ ახლა ხო მინიშნება მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ხვალ იქნება თინა ჩვენი სტუდიის სტუმარი და ალბათ ამაზე თავადვე ისაუბრებს როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა პოლიტიკურ განცხადებებზე მე შემიძლია გითხრათ რომ სახელმწიფო გუნდზე უფრო მაგრა მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და კლიმატური პირობები როგორც ჩანს კარგით, ბატონო ალექსი, ქართული ოცნების შიდა კვლევები, რომლითაც მე წეგან დავიწყე თქვენთან საუბარი, არ გაამჟღავნეს თქვენს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების პროცენტები, რომელიც სახელმწიფო გუნდის შიდა კვლევები დაიდო, მაგრამ ამ კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 4 პარტია სავარაუდოდ შედის მომავალ პარლამენტში, თუ დაუჯერებთ ქართული ოცნების კვლევებს. ანუ ნაციონალური მოძრაობა, პაატა ბურჭულაძე და ძალიან ახლოს დიახ, ძალიან ახლოს ხართ თქვენ ბარიერთან. ნუ თავისთავად ქართული ოცნება. რა სიტყვით ამ კვლევებზე? ეს მე კარგა ხანია მესმის სხვა ეთერშიც განვაცხადეს ყატაშორის უფრო კურიოზულში, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს მესმის ხშირად პროპაგანდის ნაწილია, რომ აი საზოგადოება შეაჩვიონი მას, რომ აი ბარიერთან ახლოს არის. დიდი ხანია ეს ვიცი, ივანიშვილის ემისრები, სახელმწიფო ძალის წარმომადგენლები, აი ბარიერს ალბათ გადალახავენ ეს კითხვის ნიშნები, რომ გაჩნდეს კვლევების ცვენა, ნამდვილად სკამების ცვენასთან ერთად კვლევების ცვენაც მატულობს ინტენსიურად და ვისაც არ ეზარება ახლა ყველა კვლევას ატარებს, ყველა კვლევას დებს, კვლევები ძალიან მრავალფეროვანია, დაინტერესებული ადამიანი რა თქმა უნდა იქიდან შესაბამის ტენდენციებს ხედავს, შესაბამის ინფორმაციას იღებს, თითოეული კვლევის დამკვეთი თავის ესე ვთქვათ თავისთვის საინტერესო უპირატესი სასარგებლო ტენდენციებისკენ მიუთითებს, აი ოცნებამ დაუკვეთა და იქ არის რომ უპირობოდ იგებს ქართული ოცნება გავიდეს ხალხში, დაელაპარაკოს იმ ხალხს და თვითონ მიხვდება რაოდენ განსხვავებულია ბატონო ალექსი, მე როდესაც ოცნების ინგა მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მე განვაცხადე, რომ ჩვენ ძალიან მყარად, ძალიან მყაფიოდ სულ ბოლო მონაცემებით ძალიან მყარად გვაქვს დამკვიდრებული ჩვენი ადგილი შორს ბარიერისგან გაცილებით მაღლა დამკვიდრებული ჩვენი ადგილი ჩვენ პარლამენტში შევალთ ძალიან ძლიერად ეს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა მაჟორიტარ კანდიდატებს პოლიტპარტიული სიით, პროპორციული სიითაც ვიქნებით კარგად წარმოდგენილი, მე არ მაქვს ხა არავით არის სურვილი რომ ილუზიებში ვამყოფო და რაღაცა თქვა რომ დღეს უკვე შემიძლია თქვა რომ ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ჩამოაყალიბებს დამოუკიდებლად მთავრობას და ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა საქართველოს მომავალ პარლამენტში და საქართველოს მომავალი მთავრობის ერთი კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ, ანუ როდესაც მე ამ ინფორმაციის მოძიებაში ვიყავი, თვითონ ქართული ოცნებიდან ერთ-ერთმა ჩემ ასე ვთქვათ წყარომ, რომელმაც დაგვიდასტურა ეს ინფორმაცია, არ დავასახელებ რა საკვირველია, სახელს და გვარს მითხრა, რომ არა, 3 არა, გადის რეალურად 4 პარტია. ანუ თვითონ ქართულ ოცნებაში არის ამის განწყობა, რომ თქვენ შედიხართ პარლამენტში, მაგრამ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, თქვენ მეორე ადგილზე გახვალთ, თუ თქვენ შეხვალთ რიგით მოკრძალებულ ფრაქციად, თუნდაც იმ მაჟორიტარების გათვალისწინებით. მე ინფორმაციაც მაქვს და ამბიციაც ინგა რომ განგიცხადოთ რომ საქართველოს პარლამენტში მომავალ პარლამენტში თავისუფალი დემოკრატები შევლენ ძალიან მსუკეთ ძალიან ძლიერად არ მინდა ახლა აქ ადგილების და როლების განსაზღვრა სამ თვეში კიდევ რა მოხდება 8 ოქტომბრამდე ამას ჩვენ მოვლენები გვიჩვენებს ჩვენ აქტიურ ფაზაში შევდივართ დღეს გვაქვს ახალი ლოგოს პრეზენტაცია წარვადგენთ თბილისის ძალიან ძლიერ შემადგენლობას ძველი ძლიერი გამარჯვებული სახეებით რომლებმაც წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებში შეძლეს
გამარჯვების მოპოვება მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე ახალი ძალიან კარგი საინტერესო სახეები ჩვენ გვაქვს შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისადმი, რომ მიიღონ უკეთესი ეკონომიკა, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება. ირაკლი ალასანი აკავს დღეს შვიცაძე დღის ამბებში და ის ისაუბრებს უკვე ამ დეტალებს. 250 ლარიანი საარსებო მინიმუმი, 300 ლარიანი პენსია და 500 ლარიანი მინიმალური ხელფასი. ამაზე ყველაფერზე მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთანაც მომიწევს მომავალში საუბარი და ამის კიდე უფრო ცლად გაშლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ხმებსაც, წიწილებსაც, სკამებსაც შემოდგომაზე ითვლიან. მე დარწმუნებული ვარ, ჩემი პოლიტიკური ძალა, თავისუფალი დემოკრატები ძალიან სერიოზულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ეს სხვა მინერვიულოს გადალახავს თუ არ გადალახავს ბარიერს და სხვა მინერვიულოს გავა თუ არა თუ ვერა მოქალაქეებთან შესახვედრად. ოცნება მაგ კვლევების კეთებას ჯობია ის კვლევები აკეთოს, რომელ პოლიტიკოს მიესწრება მოქალაქეებთან და რომელს არა. ბევრი ესეთი ნამდვილად არ ეყურება. ამიტომაც არიან ახალი სახეების ძიებაში და აქვთ ეს კრიზისი, ახალი სახეების მოძიების. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში მოხდება ჩვენი სახით ის ძალა, რომელიც ზრუნავს მოქალაქეებზე, რომელსაც უნდა მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრება და უკეთესი გარემო მათი არსებობისთვის. მადლობა ბატონო ალექსი, მე წარმატება მინდა გისურვოთ, სკამები დავითვალოთ უკვე თქვენი შემოდგომაზე 8 ოქტომბრის შემდეგ, რაც შეეხება 250 ლარიან, 300 ლარიან, 500 ლარიან დაპირებებს, ამაზე უკვე მე ჩემს შეკითხვებს ირაკლი ალასანიას დავუსვავ, დღეს შვიცაძე ის იქნება ჩვენი სტუმარი და ალბათ არაერთხელ ვისაუბრებთ, ეს რეალობაა თუ წინასაარჩევნოდ იყო საჭირო ამ დაპირებების გაცემა. წარმატებები ალექსი პეტრიაშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ახლა კი გადავდივართ